მოგესალმებით. ამ დღეებში გამოჩნდა ესეთი ვიდეო, სადაც კახა კალაძე და ჩვენი კობახიძე ძალიან უხდება იმ გაწეწილთმებზე. ეს იუდეური ქუდი ზიან მეჩეთში სტუმრად. მართალი გითხრა, აქ სხვა სტუმრებიც არიან და იმათ ესეთი ხინკლის ქუდი არ ახურავთ თავზე რა და ამათ კი კალაძეს ძალიან მოსწონს ეთყობა და კობახიძეს ეს ქუდი უხდებათ ეთყობა მოიხდინეს. ეხლა მე მაინტერესებს ვის უნდა რომ საქართველოს აი ამ იუდეველების ხელიდან გამოგლიჯოს და იხსნას. მაინტერესებს ვის აქვს ამის ძალა. რა ვიცი, იქ რაღაცა მეუფეები განაცხადებენ, რომ იცო ნიკოლოზ ბერიო. კი ბატონო, იყოს ეს ნიკოლოზ ბერი, მაგრამ რა ვიცი, კიდე თუ 20 წელი დუმარებაში გაატარა. რა ვიცი, ვნახოთ. ილია მეორე? ილია მეორე დუმარებაში არ გაატარა, მაგრამ ტაშპანდურაში გაატარა, იგივეა რა. რა ვიცი, რა გითხრათ ახლა, ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერ შეძლო აი ამ იუდეველების ხელიდან საქართველოს დახსნა. აი თქვენი აზრით ვინ არის ის პირი, რომელიც შეძლებს იმას, რომ იუდეველებისგან იხსნას საქართველო? მაინტერესებს დამიწერეთ კომენტარებში რა. ჩემი აზრი ხო ისე არ არის მნიშვნელოვანი და ზოგს სცხვენია ჩემი მოსმენის და საერთოდ მე რომ მეგობრებში ვყავარ იმის სცხვენია და აი თავისი აზრის თუ არ სცხვენია ის დაწეროს რა. და თუ არ ეშინია კიდე მშიშარა თუ არ არის და იუდეველების თუ არ ეშინია. აი დააკვირდით, საინტერესო რა არის აქ ისეთ 3073 ლაიქი აქვს, ანუ მოწონება აქვს ამ ვიდეოს. საინტერესო რა არის, იცი 387 გაზიარება აქვს და 3073 ლაიქი აქვს და საინტერესო რა მოსწონთ ამ ვიდეოში. ანუ ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და კალაძე რო იუდეური წესით მონათროლები არიან. მე მაინც ვერ გავიგე რა მოსწონთ ამ ვიდეოში, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი. გადამრჩენელი ვინ არის აი ამ იუდეველებისგან ხელიდან რომ დაიხსნის საქართველოს ის ვინ არის? თქვენი აზრი დამიწერეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი. მე მუშტებს აღარ დაგირთხავთ და აღარც წყელოს დაგიწყებთ და აღარც გინებას. თქვენ აზრს ვიკითხავ აწი. თუ გაგაჩნიათ საერთოდ ვინმეს აზრი. აბა თქვენით.